ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ რუშაძე გაგაცნობთ. ახლა აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია ისრაელი თეირანს ბომბავს. დარტყმა იყო სახელმწიფო ტელევიზიაზე. ბოლო 24 საათში განადგურებულია არაერთი სამხედრო ობიექტი, მათ შორის საზღვრის დაცვის სარდლობის შტაბ-ბინა ქალაქ სანანაჯში, ისპაჰანის ავიაბაზა და თეირანის სამხედრო ბაზები. სამიზნე რელიგიური ნაგებობები, საცხოვრებელი კორპუსები და ადმინისტრაციული შენობები. საომარი მოქმედებების ფონზე იზრდება მსხვერპლის რაოდენობაც. უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით ირანში იერიშების შედეგად 742 მოქალაქე დაიღუპა, მათგან 176 ბავშვი. 1000-მდეა დაშავებულთა რაოდენობა. დარტყმებს განაგრძობს ირანიც. ღამით დაიბომბა ისრაელი. აფეთქებების ხმა იცმოდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, კატარსა და ბაჰრეინში. ცხელი წერტილებია ერაყი და იორდანია. ბოლო ინფორმაციით ლიკა ალელიშვილია კურიერის პირდაპირ ეთერში. ლიკა, გისმენთ. თამარ, ბოლო ინფორმაციით, რომელსაც ირანული მედია ავრცელებს, ამ დროისთვისაც ამ წუთებში ისმის თეირანსა და ირანის სხვადასხვა ქალაქში აფეთქებების ხმა. ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატებიც ადასტურებს, რომ გრძელდება ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ამერიკის ცენტრალური სარდლობისგან, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა B1 ტიპის ბომბდამშენი გამოიყენეს ირანის სიღრმეში, რათა, როგორც ამ ინფორმაციაშია ნათქვამი, ირანის ბალისტიკური საგრაკეტო შესაძლებლობები დაეზიანებინათ. პარალელურად ისრაელის საჰაერო ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია და თქვეს, რომ ისინი ირანში რევოლუციის გუშაკთა კორპუსის ობიექტებს ბომბავენ, ასევე იერიში მიიტანეს ირანის სახელმწიფო მაუწყებელზე. სახელმწიფო მაუწყებელზე თავდასხმა დაადასტურა ირანის მაუწყებლობის ხელმძღვანელმა, თუმცა ის ირწმუნება და ამტკიცებს, რომ ტელევიზია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ირანის ადგილობრივი მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანის სახელმწიფო მაუწყებელზე მეორედ მოხდა შეტევა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სამხედროების მხრიდან. პარალელურად ირანის მედია ამბობს, რომ ძალიან ბევრი შენობა არის დაზიანებული და მსხვერპლი არის ძალიან დიდი, როგორც ეს ცნობები მოდის თავად ირანიდან. ამასთან ერთად თეირანში ირანული მედიის ცნობით აფეთქებების ხმა ისმოდა მთელი ღამის განმავლობაში და როგორც გითხარით, ზიანი არის საკმაოდ დიდი. ამ ფონზე კი ირანის მთავრობა ისევ იმუქრება და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ყველაფერში ისევ ამერიკის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს. კონფლიქტი რეგიონულ დონეზე მხოლოდ იმის გამო მიმდინარეობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ბაზები და ობიექტები მთელს რეგიონშია განლაგებული. როდესაც შეერთებული შტატები თავს გვესხმის, იქნება ეს მოიერიშე თვითმფრინავებით თუ ხომალდებით, მათ წვდომა აქვთ ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ ვერ ვწვდებით შეერთებული შტატების ტერიტორიას, თუმცა ვწვდებით მათ ბაზებს. მიმაჩნია, რომ ეს ბაზები ლეგიტიმური სამიზნეა. ამერიკელებმა უნდა განმარტონ, თუ რატომ წამოიწყეს ეს უსამართლო, უკანონო და უმიზეზო რითაც რეგიონი ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს. მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული ისრაელის მთელს ტერიტორიაზე. ვიცით, რომ ისრაელს ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა, მას უტევდა მთელი ღამის განმავლობაში როგორც ირანი, ასევე ჰეზბოლა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ირანის საჰაერო ძალებმა ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანსა და ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში სამიზნეების წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს სულ რამდენიმე საათის წინ და როგორც ცაჰალში ამბობენ, ეს იქნება საკმაოდ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები. პარალელურად ცაჰალის ინფორმაციით ისრაელმა ლიბანის საზღვარზე ტაქტიკური ღონისძიებაც დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოპერაციაში ერთვებია უკვე სახმელეთო ჯარები ისრაელის მხრიდან, თუმცა ეს არ არის ფართომასშტაბიანი ოპერაცია, როგორც ამას ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ ჰეზბოლას წინააღმდეგ ლიბანის ტერიტორიაზე. ისრაელმა ლიბანის ათობით ლოკაციაზე მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდა ევაკუაციისთვის, რადგან ამბობენ, რომ ისინი ჰეზბოლას ობიექტებზე დარტყმებს ისევ განაგრძობენ. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია და ირწმუნება, რომ ისრაელის სარაკეტო დარტყმების შედეგად 52 ადამიანი არის დაღუპული, 150-ზე მეტი კი დაშავებული. პარალელურად ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება და თქვა, რომ სანამ საბოლოო მიზანს არ მიაღწევს, ის განაგრძობს ბრძოლას როგორც ჰეზბოლას, ასევე ირანის წინააღმდეგ. დღესვე ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გაკეთდა განცხადება და როგორც ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები ამბობენ, ისინი საუბრობენ იმ მიზნებზე, რის გამოც მათ კონკრეტულად ირანის წინააღმდეგ დაიწყეს ოპერაციები.
მესმის ხალხი ამბობს, რომ წინ უსასრულო ომი გველის. არა, ეს არ გაგრძელდება უსასრულოდ. ეს არის მცდელობა მივაღწიოთ იმ მშვიდობას, რომლისკენაც ყველანი მივილტვით. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ხელისუფლების შეცვლა თავად ირანელი ხალხის გადასაწყვეტია. თუმცა ჩვენ, ამერიკა და ისრაელი ერთად ვქმნით პირობებს, რომ მათ ეს შეძლონ. მიზეზი, რის გამოც ახლა მოგვიწია მოქმედება არის ის, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ მათ ბირთვულ ობიექტებს და ბალისტიკური რაკეტების პროგრამას დავარტყით, დაიწყეს ახალი ობიექტების და მიწისქვეშა ბუნკერების მშენებლობა. ეს მათ ბალისტიკურ და ატომურ პროგრამას რამდენიმე თვეში ხელშეუხებელს გახდიდა. მათი მიზანი სწორედ ხელშეუხებლობის გარანტიის მოპოვება იყო. შეექმნათ რეგიონისთვის იმდენად მაღალი საფრთხე, რომ მათ ბირთვულ ამბიციებსა და პროგრამაში ჩარევა ვერავის გაებედა. ეს მიუღებელი რისკია, მით უმეტეს იმ რეჟიმის ხელში, რომელსაც რადიკალი სასულიერო პირები მართავენ. დიდი მეც ვიტოვებთ, რომ ირანელი ხალხი შეძლებს ამ რეჟიმის დამხობას და საკუთარი ქვეყნისთვის ახალი მომავლის შენებას. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ეს შესაძლებელი გახდეს, მაგრამ ამ კონკრეტული მისიის ამოცანა მაინც ირანის სარაკეტო და საზღვაო პოტენციალის განადგურება. ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დაწყების შემდეგ ცაჰალს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუკეთებია დანაკარგებთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ კი გავრცელა ინფორმაცია, რომ ოპერაციის დაწყების შემდეგ 6 ამერიკელი სამხედრო არის დაღუპული. ასევე ცოტა ხნის წინ გავრცელდა ამერიკის ცენტრალური სარდლობის მიერ ინფორმაცია, რომ ოპერაციას აგრძელებს შტატების სამხედროები, აგრძელებენ ისლამური რევოლუციის გვარდიის სამეთაურო და საკონტროლო ობიექტებზე, ასევე უტევენ რაკეტებისა და დრონების გამშვებ პუნქტებს და სამხედრო აეროდრომებს ირანის ტერიტორიაზე. მადლობა ლიკა ალელიშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. ტრამპი თავდასხმების უფრო დიდ ტალღას აანონსებს და არ გამორიცხავს სახმელეთო ოპერაციას, განიხილება ამერიკული ჯარების გაგზავნა ირანში. ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომი ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად დაიწყო, რადგან თეირანმა შექმნა რაკეტები, რომლებსაც ევროპასა და ამერიკულ ბაზებზე დარტყმის შესაძლებლობა აქვთ. უახლოეს მომავალში კი შტატების ტერიტორიაზე დარტყმასაც შეძლებენ. ჩვენი მიზნები მკაფიოა. პირველი, ჩვენ ვანადგურებთ ირანის სარაკეტო შესაძლებლობებს. მეორე, მათ ფლოტს უკვე გავანადგურეთ 10 ხომალდი, ისინი ზღვის ფსკერზეა. მესამე, ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ მსოფლიო ნომერ პირველმა ტერორიზმის სპონსორმა არასდროს მოიპოვოს ბირთვული იარაღი. მე თავიდანვე ვთქვი, მათ არასდროს ეკნებათ ბირთვული იარაღი. ისინი მისი კანონიერად მოპოვების გზაზე იყვნენ, ჩვენი ქვეყნის მიერ ხელმოწერილი სულელური შეთანხმებით და ბოლოს ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ ირანის რეჟიმმა ვერ შეძლოს ტერორისტული არმიების დაფინანსება და ხელმძღვანელობა მათ საზღვრებს გარეთ. ირანმა იერიშები მიიტანა ისრაელსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში განთავსებულ ამერიკულ ბაზებზე. სამიზნე გახდა არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის ქალაქები. კატარსა და საუდის არაბეთში უპილოტო საფრენმა აპარატებმა ბუნებრივი აირის საწარმოებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყა. ირანმა უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა იერიში ამერიკის საელჩოზე ერიადში. ამერიკა საპასუხო ზომებს განხილავს, განცხადება გააკეთა ტრამპმა. პარალელურად ვაშინგტონი მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს დაუყოვნებლივ დატოვონ ახლო აღმოსავლეთის 10-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის ისრაელი. საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ჩარტერული რეისები დანიშნა. მასკატიდან თბილისის მიმართულებით დღეს პირველი რეისი შესრულდება. პირველი ფრენები გეგმება არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ომანიდან. განრიგი უკვე შეთანხმებულია. საქართველოს მოქალაქეებმა საელჩოების ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ და დარეგისტრირდნენ. საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის გაერთიანებული საამიროებისა და კატარის ხელისუფლებას. საქართველოს დღეს სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწევა. ნიკოლ ფაშინიანს ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. პირისპირ შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის თანათავმჯდომარეობით საქართველოს სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის ხდომა გაიმართება. დაგეგმილია ერთობლივი განცხადებები მედიისთვის. ფაშინიანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად იწვია.
ნაციონალური მოძრაობის ალიანსი ასე უწოდებს მმართველი გუნდი ოპოზიციის ნაწილის ერთობას 9 პარტიიდან 7-ის ლიდერი წინა ხელისუფლების თანამდებობის პირი იყო. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გიგა ბოკერია იკავებდა უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტს, ნიკა გვარამია გენპროკურორის, გიორგი ვაშაძე იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გიგი წერეთელი პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ელენე ხოშტარია ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე, ზურაბ ჯაფარიძე კი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი. მმართველი გუნდისთვის ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ოპოზიცია მოსახლეობას ახალს ვერაფერს თავაზობს და ახალი ალიანსიც მათთვის კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა. ერთობას არ შეუერთდა ლევო და გახარიას გუნდი. შოთა ფალავანდიშვილი მუშაობს ამ თემაზე, ის კურიერს უერთდება, გისმენთ. მორიგი ალიანსი, რომელიც გუშინ წარუდგინეს საზოგადოებას, შეიძლება ითქვას, რომ შედგება ნაციონალური მოძრაობის მოქმედი და ყოფილი სახეებისგან. ალიანს და ერთობას მხარდაჭერა საპატიმროდან გამოუცხადა ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელმა მიხეილ სააკაშვილმა და ერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამავდროულად ამ გაერთიანებაში შედიან ისეთი პოლიტიკური სახეები, რომლებიც წლების განმავლობაში სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს სხვადასხვა წამყვან თანამდებობებს იკავებდნენ, მათ შორის არის გიგა ბოკერია, რომელიც უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობდა, ასევე არის ნიკა გვარამია, რომელიც გენპროკურორის მოვალეობას ასრულებდა, არის გიგი წერეთელი, რომელიც პარლამენტის ვიცე-სპიკერი იყო და სხვა არაერთი სახე, რომელიც მაღალ თანამდებობას იკავებდა სწორედ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს. მიუხედავად ამისა, პოლიტიკოსებმა, რომლებიც შეადგენენ ამ გაერთიანებას, თქვეს, რომ ისინი არ წარმოადგენენ ნაციონალურ მოძრაობას და ეს ერთობა არის რეალურად საზოგადოების დაკვეთა. ნაციონალური მოძრაობა მე არა ვარ. ხომ მე მეკითხებით, მე პასუხობთ. პარტიების გაერთიანება არ მომხდარა. იცით ეს ძალიან კარგად. თქვენ აი ხა თუ კამათში ხო არა ვართ. თავისუფლების მოედნის წარმომადგენლები, მათ შორის ბევრი სხვა ადამიანი, ვინც იქნება ამ კოორდინაციის ფორმატში იმიტომ რომ ჩვენ მარტო არ ვაპირებთ რომ პოლიტიკური ჯგუფებით შემოფარგლოთ გვექნება აქტიური შეხება სამოქალაქო ჯგუფებთან, ხო? ნაციონალურ მოძრაობას აქვს შექმნილი მთელი სპექტრი ქართული ფაქტობრივად. ვინც არის წინააღმდეგობაში ჩართული, ვინც პროტესტშია ჩართული, ის ხალხი გაერთიანდა და ეს იყო საპროტესტო ელექტორატის დაკვეთა თქო. ამას ვსაუბრობ. სიმულაციური რეალობის შექმნის მორიგი მცდელობა, ასეთია მმართველი გუნდის შეფასება ახალ ალიანსთან დაკავშირებით. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, მორიგი რეინკარნაციის მცდელობას ხედავს საზოგადოება, თუმცა აღნიშნულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ძალებს, რომელთა საერთო იდეოლოგიური ცენტრი სწორედ მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი პარტიაა, სამომავლოდ პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ, რადგან მათი რეიტინგი საზოგადოებაში განულებულია. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქართულმა საზოგადოებამ ეს ავტომობილი ნაცმოძრაობის სახით ჯერ კიდევ 2012 წელს ჩააბარა დაშლილებში, მაგრამ ამ დაშლილების ნაწილებიდან ყოველ ჯერზე არჩევნებზე აწყობდნენ, რაღაცა აკოწიწებდნენ ამ ავტომობილს არჩევნებამდე რომ მიეღწიათ, მაგრამ როგორც ყოველთვის 10 ჯერვე დამარცხდნენ ისევ და ისევ ჩაბარდნენ დაშლილებში. ეხლა თავად ის ფაქტი, რომ ამ დაშლილებიდან მხოლოდ 9 ნაწილი შეიკრიბა და გამოაცხადეს, რომ ერთად კი ვართ, მაგრამ მაინც ჩვენი გზები გვაქვს სათითაოდო, ამას ნიშნავს ზუსტად, რომ ის ავტომობილი ნაცმოძრაობის სახით ვერასდროს ვერ აღდგება, რადგან უკვე დაშლილებში აღარ იბარებენ. შალვა ნათელაშვილის ეგრეთ წოდებული ფანჩატურისთან დღემდე არაერთი გაერთიანების მცდელობა ვიხილეთ. ოპოზიციის, რაც შეეხება ახალ ალიანსს, იქ ძირითადად მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი სახეები ერთიანდებიან და არ არის გამორიცხული, რომ შემდგომ არჩევნებზე სწორედ ეს სახეები კვლავ ერთად ნაციონალური მოძრაობის ფრთის ქვეშ ვიხილოთ. მადლობა, შოთა ფალავანდიშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. 2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში ძალებს, რომლებსაც რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველოს როლი უკვე განსაზღვრული ჰქონდათ. წერ სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე და აზიარებს ეკა გიგაურისა და ზურაბ ჯაფარიძის განცხადებებს. გიგაური 2022 წელს აცხადებდა, რომ რუსეთი აგებდა ომს უკრაინაში, ვერ დაიწყებდა სამართალმოქმედებებს ყველა მიმართულებით, ამიტომ ეს იყო შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს უნდა გამოიყენებინა. ზურაბ ჯაფარიძე კი ამავე პერიოდში ამბობდა, რომ პერიოდი იყო მოძრაობების დაწყების დრო, რადგან რუსეთის ნაწილების აქ გაჩერება უკრაინისთვის დახმარება იქნებოდა.
2026 წელს პირველ კლასში შესვლას ის ბავშვები შეძლებენ, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრამდე უსრულდებათ, ის იქნება ერთჯერადი გამონაკლისი. გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ პრემიერთან კონსულტაციის შემდეგ იმ მიზნით მიიღო, რომ მშობლებს გეგმები არ შეეცვალოთ, რადგან ბევრი მათგანი შვილებს პირველი კლასისთვის უკვე ამზადებდა. უწყებამ გარდამავალი პერიოდი მაქსიმალურად გაამარტივა. თამარ თათარაშვილი ესწრებოდა ბრიფინგს განათლების სამინისტროში, ის დეტალებს გვეტყვის გისმენთ. იმისთვის რომ აღნიშნული ცვლილება განხორციელდეს, ამისთვის საჭიროა რომ განათლების სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი ინიციატივით მიმართოს, რის შემდგომაც პარლამენტი აღნიშნულ ინიციატივას უკვე დაჩქარებული წესით განიხილავს. რას გულისხმობს ახლა ეს ცვლილება? კონცეფციის და ზოგადი განათლების სისტემაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, პირველ კლასელებს, რომლებსაც უსრულდებათ 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით, სწორედ მათ შეუძლიათ რეგისტრაცია. ამის შესახებ ინფორმაცია და ზოგადად კონცეფციის შესახებ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი მიმდინარე წლის დეკემბერში 2025 წელს. საზოგადოებამაც ამ ცვლილებების შესახებ სწორედ ამ პერიოდში შეიტყო. მოსწავლეებს, ბავშვებს, მათ შორის მშობლებს ამ პერიოდისთვის უკვე ქონდათ აქტიური სამზადისი დაწყებული საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მათ ისინი აპირებდნენ ბავშვების სკოლაში შეყვანას და ბუნებრივია აღნიშნული გადაწყვეტილება, როგორც ეს მინისტრმაც დღეს განმარტა, წარმოადგენდა ერთგვარ პრობლემას და დამატებით ბარიერს. სწორედ იმისთვის, რომ ნებისმიერი პირის ინტერესი იყოს გათვალისწინებული, არავინ არ იყოს დაზარალებული გარდამავალი პერიოდის და ზოგადი რეფორმის განხორციელების ფარგლებში, ამისთვის განათლების სამინისტრომ პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთჯერადი გამონაკლისის სახით ის ბავშვები, რომლებსაც 6 წელი უსრულდებათ 31 დეკემბრის ჩათვლით 2026-27 სასწავლო წელს შეძლებენ რეგისტრაციას. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იყო კონსენსუსის, მათ შორის შეხვედრების საფუძველზე. დღეს მინისტრმა ცხადად საუბრა ამის შესახებ და აღნიშნა, რომ მშობლების წუხილი, მათ შორის მათი თხოვნა იყო, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, აღნიშნული პოზიცია სამინისტროს და საგანმანათლებლო სისტემის მხრიდან ყოფილიყო გათვალისწინებული. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად საგამონაკლისო წესით ერთჯერადად 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების აზრის მოსმენა და გათვალისწინება. იცით, რომ რეფორმის ეროვნული კონცეფციის წარდგენა და დაანონსება 2025 წლის დეკემბერში მოხდა. შესაბამისად, შევეცადეთ გარდამავალი პერიოდი ყოფილიყო მაქსიმალურად გამარტივებული სასკოლო საზოგადოებისათვის. მშობელთა უმეტესობა ამ დროისათვის უკვე აწარმოებდა მოლაპარაკებებს კონკრეტულ სკოლებთან და ბავშვებს ამზადებდნენ პირველი კლასისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ პრიორიტეტად დავაყენეთ მშობელთა საუკეთესო ინტერესებს. ზოგადი განათლების კონცეფცია, ასევე კანონში განხორციელებული ცვლილებები, მათ შორის ითვალისწინებს არა მხოლოდ ასაკის განსაზღვრას, სადაც საუბარი არის პირველ კლასელთა რეგისტრაციაზე, ასევე 12 წლიანი პროგრამის ცვლილებას 11 წლით, რომელიც 2028 წლიდან განხორციელდება და დაიწყება და ასევე სასწავლო პროცესში ფორმების დანერგვას და ეს ცვლილებაც ვიცით, რომ მიმდინარე სასწავლო წლიდან დაიწყება აქტიურად. ყოველ შემთხვევაში აცხადებენ უმრავლესობის წევრები, მათ შორის განათლების მინისტრი, რომ ეს ცვლილებები ითვალისწინებს მაქსიმალურად ხელმისაწვდომობის გაზრდას, რომ ნებისმიერ პირს, ნებისმიერ ადამიანს და მოსწავლეს ქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში მიიღოს სრულფასოვანი განათლება. მადლობა თამარ თათარაშვილი საუბრობდა განათლების სამინისტროთან. ხანძარი იყო გვიანღამი თბილისში ლიბერთი ბანკის სათა ოფისში. ცეცხლი ჭავჭავადის გამზირზე მდებარე შენობის ლიფტის შახტში გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187 მუხლი დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით ლიბერთი ბანკის შენობის ერთ-ერთ სართულზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. სავარაუდოდ შედუღების აპარატით მუშაობის დროს ცეცხლის ნაპერწკალმა აალება გამოიწვია, რომელიც სხვა სართულებზეც გავრცელდა. ზუსტი მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები და დანიშნულია ექსპერტიზა. ბანკში აცხადებენ, რომ სამუშაო პროცესი შეუფერხებლად გრძელდება.
ხანის შედეგად არავინ არ დაშავებულა. ხანძარი გაჩნდა დამხმარე შახტის დამხმარე ლიფტის შახტაში, რომელიც არის გარე ფასადზე. შესაბამისად ხანძარი არ გავრცელებულა საოფისე სივრცეში. ბანკის ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურა არის დაუზიანებელი. შესაბამისად ბანკის სერვისებით მიწოდება საფრთხე არ ემუქრება. ძალიან კარგად იმუშავა საგანგებო საქმეთა საგანგებო სიტუაციების სამსახურმა, რომელმაც დროულად არ მოუხდა ხანძარი. ხანძარი ლიკვიდირებულია, დაიწვა 18 სართულიანი ბანკის სათავო ოფისის სატვირთო ლიფტის შახტა. დაშავებული საბედნიეროდ არავინ არ არის, მობილიზებულია 20 სახანძრო ავტოტექნიკა ამ დროისთვის და ხანძარი ბოლომდე ლიკვიდირებულია სრულად. მე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ, ხანძრის მიზეზი რა შეიძლება ყოფილიყო, ასე რომ ამ დროისთვის ცნობილი არაფერი არ არის ჯერჯერობით. სამართალდამცველებმა 125 ლიტრი მეტამფეტამინის შემცველი სითხე ამოიღეს. ნარკოდანაშაულის ფაქტზე დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. სამართალდამცველებმა სადახლოს ტერიტორიაზე აიყვანეს პირი, რომელიც ცდილობდა ნარკოტიკი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოეტანა, მას ეს ნივთიერება მანქანაში საწვავის სისტემის დამატებით ავზში ჰქონდა მოთავსებული. ამოღებულია 125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის შემცველი სითხე. პოლიციის მიერ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ სადახლოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულია ირანის მოქალაქე. სამართალდამცავებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას მალულად საწვავის სისტემის დამატებით ავზში მოთავსებული 125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის შემცველი სითხე ნივთკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 262 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ანუვადო თავისუფლების აკვეთას ითვალისწინებს. რა მიდგომები აქვს სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და როგორია ვითარება? რუსთავიორის პირდაპირ ეთერში დებატები გაიმართა. საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრებმა, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფებმა და დარგის ექსპერტებმა. გეკა გეორგიემ ნარკორეალიზატორებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდის სტატისტიკა წარმოადგინა და განცხადა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2500-ზე მეტი რეალიზატორი დააკავა. ნარკორეალიზაციასთან მიმართებაში მხოლოდ ბოლო 9 თვის განმავლობაში დაკავებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2500-ზე მეტი ნარკორეალიზატორი. გვაქვს შექმნილი სპეციალიზირებული დანაყოფი, რომელიც არის ორიენტირებული მხოლოდ ონლაინ სივრცეში ნარკორეალიზაციაზე და აქაც ძალიან საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. ავადმყოფებს, რომლებსაც ტყივილი აწუხებთ, არ ვაძლევთ გამაყუჩებელ წამალს. იმის შიშით, რომ ეს ნარკოტიკი არ აღმოჩნდეს ქუჩაში, რას პასუხობთ იმ ადამიანებს, რომელსაც ახლა ტყივათ და გამაყუჩებელი არ აქვთ. ეს არ არის სწორი ბადნოიაგო, რომ ადამიანებს, რომელსაც აქვთ კლინიკური ტკივილის შეგრძნება, რომ მათთვის ხელმიუწვდომელია მედიკამენტი. ნახეთ, დაწყებული ონკოლოგიურიდან დამთავრებული ტრავმატოლოგიური ტკივილით. ნებისმიერ შემთხვევაში ყველა გაიდლაინითა და პროტოკოლით, რომლითაც იმართება პაციენტი, ყველგან გათვალისწინებულია ნარკოტიკული საშუალებაც კი, სხვა ტკივილგამაყუჩებლებზე, თქვათ ანალგეტიკებზე თუ არ ვისაუბრებთ. ყველგან ასეთი რამ შესაძლებელია. უფრო მეტიც, მაგალითად, დეტოქსის პროგრამაში, რომელიც წარმატებით ხორციელდა, იქაც ბუნებრივია, რომ არის მსგავსი რამ გათვალისწინებული. ძალიან საინტერესო იქნება სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელი დავითის პასუხი. ძალიან ხშირად ისმის საზოგადოებაში, რომ ეს დაყოფილია სუბუქი, ეგრეთ წოდებული კლუბური ნარკოტიკი, ეგრეთ წოდებული მძიმე. მე ვთვლი, რომ ეს ყველა არის ერთნაირი ნარკოტიკი, უბრალოდ სხვადასხვა პერიოდში ვიღებთ იმ შედეგს, რა შედეგიც არის ჯანმრთელობისთვის საშიში. უნებელი ნარკოტიკი ზოგადად არ არსებობს, თუმცა მე რასაკვირველია კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ მარიხუანის მოხმარების გამო ადამიანი ციხეში წავიდეს. აქ არის ადმინისტრაციული ჯარიმა, ასე რომ ციხე და მარიხუანის მოხმარება უნდა გავმიჯნოთ. რეალურად დასაფიქრებელია რა მიგვიყვანს შედეგამდე და შედეგი აუცილებლად უნდა იყოს შემცირებული ნარკოდამოკიდებულება. ჩვენთვის მთავარი სამიზნე არის თვითონ ნარკოტიკული საშუალება. როგორც კი, რა თქმა უნდა, ბრუნვა უუნარო, ესე ეძახიან იურისტები. ანუ ის არ უნდა იყოს ლეგალურად ბრუნვადი ნივთიერება. და მეორე, ჩვენი მთავარი სამიზნე გახლავთ, რა თქმა უნდა, ის ხალხი, ვინც კომერციულად ხელს ითმობს ნარკომანიის და ნარკოდამოკიდებულების მეტად გავრცელებაზე.
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოსთან გააძევა უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე, მათ შორის არიან ჩინეთის, თურქეთის, ინდოეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის და გერმანიის მოქალაქეები. მათ ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. იანვარსა და თებერვალში ქვეყნიდან სულ გაძევებულია 554 პირი, რაც 346%-ით მეტია შარშანდელ მაჩვენებელზე. გარემოსდაცვის მინისტრის ინიციატივით დააჯილდოეს თანამშრომლები, რომლებიც სისტემაში 50 წელზე მეტია მუშაობენ. მათ უწყებრივი მედლები მინისტრებმა და დეპუტატებმა გადასცეს. აქცენტი გაკეთდა მათი საქმიანობის მნიშვნელობაზე სფეროს განვითარების პროცესში. ასეთი ადამიანები ქმნიან თანამედროვე საქართველოს ისტორიას, ასეთი ადამიანები ქმნიან შესაძლებლობას, რომ დარგი განვითარდეს, ქვეყანა განვითარდეს. ეს ადამიანები არიან მაგალითი საქმის სიყვარულის, არიან მაგალითი ახალგაზრდებისთვის, თუ როგორ შეიძლება რომ უყვარდეთ თავის საქმიანობა, თუ როგორ შეიძლება რომ იყო ქვეყნის პატრიოტი და ზუსტად ასეთ ადამიანებით იწერება თანამედროვე საქართველოს ისტორია და თითოეულ მათგანს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო. პროფესიები, რომელსაც გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულება ფარავს, სწორედ ეს ის პროფესიებია, რომელიც აუცილებელია გამჭვრიტოთ და სწორედ დავგეგმოთ ყველა ის საქმიანობა, რომელიც აუცილებელია როგორც ქვეყანაში სწორი ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე თითოეული ჩვენგანის გარემოსდაცვითი უფლების დასაცავად. შესაბამისად, 8 წელი იმ ადამიანებისა, რომლებიც გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობენ წლების განმავლობაში, კიდევ ერთხელ უნდა დაფასდეს და მათ ყველანაირად უნდა შეეწყოთ ხელი იმისთვის, რომ სამომავლოთაც ერთგულად და პროფესიონალიზმით ემსახურონ საქართველოს. 50 წელზე მეტია, რაც დღეს ვემსახურები. ეს არის საქართველოს საუნჯე, რომელსაც 54% უკავია ქვეყნის ტერიტორიის. მე ბედნიერად ვთვლი თავს, რო არ მეტყევე, მე ამაყება ეს და დღეს ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ დაფასდა ჩემი და კიდე სხვა ადამიანების 8 წელი. ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში. თეახლედიანმა სემინარი გახსნა სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის სამდღიანი ტრენინგი სამცხე ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონების ეთნიკური უმცირესობები დასახლებული მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი ქალებისთვის ჩატარდა შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. გაზაფხულის დღესასწაულებს ტრადიციულად ქალთა მხარდამჭერი ინიციატივებით ვეხმიანებით, რომლის მიზანია ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სხვადასხვა ეთნოსის და პროფესიის ქალბატონების თანაბარი მონაწილეობის ხელშეწყობა და მათი როლის გაძლიერება. ამ კუთხით სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლა საკმაოდ საინტერესო და ეფექტურ პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომლის მონაწილეებს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდრო დასახლებული რეგიონებიდან შესაძლებლობა აქვთ მიიღოს სიღრმისეული ინფორმაცია და იმშელონ მათთვის აქტუალურ საკითხებზე. ტრენინგის განმავლობაში რაზედაც ამახვილებს ყურადღებას პირდაპირ კავშირშია ჩემს ყოველდღიურ საქმიანობასთან. აქ დასწრებამ და ამ ტრენინგზე მონაწილეობის მიღებამ კიდევ ერთხელ დამაფიქრა ჩვენს დიდ როლზე ამ კონკრეტულ პროცესში. მადლობა, რომ ზრუნავთ ჩვენს პროფესიულ განვითარებაზე და იმ მშვიდობიან ინტეგრირებულ მომავალზე, რასაც ერთად ვაშენებთ ქვემო ქართლში და მთლიანი საქართველოს მასშტაბით. საქართველოს საავადმყოფოს ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი მიუღწეს. ისინი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს თბილისსა და რეგიონებში ესტუმრნენ. მადლობა მინდა გითხრათ თქვენ მობრძანებისთვის, ჩემ ჯარს, თავდაცვის სამინისტროს ველოდები განსაკუთრებით ამ დღეს აი ჩემ ჯარისკაცებს, ჩემი ოჯახის წევრები გახდნენ ეს ხალხი და მადლობა მინდა უთხრა მათ და მშვიდობა უსურვა. სრულიად საქართველოს ულოცავ ქალბატონებს ყველას. დედის დღეზე ჩემი შვილები არასოდეს არ დამტოვებდნენ ხოლმე. ჩემი ალექსანდრე სულ საზღვრებზე იყო და ლოგინში არ ძინებია რომ იტყვიან. ამ დღეს ყოველთვის ჩამოდიოდა და დედის დღეს მილოცავდა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით უღრმესი მადლობა ჩემ თავდაცვას ბატონ ირაკლი ჩიქოვანს, რომ არ მივიწყებს არასოდეს და თქვენ განსაკუთრებით. მე მარტო ხელა დედა ვარ და თქვენი ყურადღება ჩემთვის მნიშვნელოვანია.
დღის სხვა სიახლეებს გაიცემთ ჩვენ ვებგვერდზე rustave2.gi ან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით Facebook-სთან.